ერთი შეხედვით არაფრისგან გამორჩეული დღე რამდენიმე წამში შეიძლება ქაოსად იქცეს. არაპროგნოზირებადი სტიქიებიდან დაწყებული, ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფებით დამთავრებული, ამ ეპიზოდში ყველაზე წარმოუდგენელ შემთხვევებს გაჩვენებთ. ეს ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, თუ რამდენად იღბლიანია ის რეალურად. ჩინეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში აშენებული ეს ახალი ხიდი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ერთ-ერთი მორიგი შემოწმების დროს ინსპექტორებმა გზის ზედაპირზე საეჭვო ბზარები შენიშნეს, რის გამოც მათ ხიდზე მოძრაობა მომენტალურად შეაჩერეს. სულ რაღაც რამდენიმე წუთის შემდეგ გიგანტურმა მეწყერმა ყველაფერი გაანადგურა. უხვინალექის გამო სადრენაჟე სისტემები დაიტბორა, რის გამოც ჭუჭყიანი წყლის ნაკადები პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში შევარდა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი სტიქიები ყოველთვის მოულოდნელად იწყება, რის გამოც ადამიანებს რეაგირების დრო თითქმის არასდროს რჩებათ. არსებობენ ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლო რისკებს სწორად ვერ აფასებენ. ზოგჯერ ამ ადამიანების შეცდომის ფასი სხვების სიცოცხლეა. ამ ფაქტის კიდევ ერთი მაგალითი ციცაბო ფერდობზე სათანადო საყრდენის გარეშე დამონტაჟებული ეს ამწია. სამშენებლო გამოცდილების არ მქონე ადამიანიც კი მარტივად მიხვდება, რომ მსგავსი რამ სერიოზული შეცდომაა. 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 საათის ინტერვალში 2 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ამ მიწისძვრების გამო მრავალი შენობა დაზიანდა. შენობები, რომლებმაც პირველ მიწისძვრას გაუძლეს, განმეორებითი ბიძგების შედეგად ჩამოიშალნენ. ასობით უფრო სუსტმა, მაგრამ განუწყვეტელმა ბიძგმა დაზიანებული შენობები მიწასთან თითქმის მთლიანად გაასწორა. საბր ადამიანებისთვის ქვისცვენა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. პატარა ქვებიც კი 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით ცვივა, ხოლო მრავალტონიან ლოდებს ყველაფრისგან ადგურება შეუძლიათ, რაც კი გზად შეხვდებათ. ამ კადრებზე ჩანს თუ როგორ იქცევა მთა მფრინავი ნამსხვრევების გროვად სულ რაღაც რამდენიმე წამში. Вот все обвалилось, все. ამ შემთხვევაში ავტომობილის ტექნიკურმა გაუმართავობამ საწვავის აფეთქების რისკი შექმნა. საბედნიეროდ, ავტომატურმა უსაფრთხოების სისტემამ რეაგირება დროულად მოახდინა. ბენზინგასამართის სადგური და მიმდებარე ტერიტორია გადარჩა, თუმცა რისკი მაინც წარმოუდგენლად მაღალი იყო. ინტენსიურმა მუსონურმა წვიმებმა ნიადაგი იმდენად დაარბილა, რომ ძლიერი მეწყერი წარმოიქმნა. მეწყერმა ერთ-ერთი ხიდი სერიოზულად დააზიანა. მსგავსი ბედი ეწია ვიეტნამის პროვინცია ლამდონგში მდებარე ამ ხიდსაც. ის დამანგრეველი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მხოლოდ ის გადარჩენოდათ, რომ მოვლენებს შორიდან დაკვირვებოდნენ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს უამრავი ბრმა წერტილი აქვთ. ამ ბრმა წერტილებში მოხვედრის შემდეგ მძღოლები უხილავები ხდებიან, რაც ხშირად კატასტროფული შედეგებით სრულდება ხოლმე. მძიმე აუზის მონტაჟის დროს ძველი გზის საფარმა სატვირთო ამწის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. მრავალტონიანი მანქანა რამდენიმე მეზობელ შენობას დაეცა. ახლა აუზის მფლობელს არა მხოლოდ საკუთარი ეზოს, არამედ ნახევარი უბნის აღდგენაც მოუწევს.
ზამთარში გზებზე შავ ყინულს ხშირად ნახავთ. ასეთი ყინული პრაქტიკულად უხილავია, რის გამოც მძღოლებს შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნათ. ხები ყოველთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგანაც იქ სიტუაცია შეიძლება ყოველ წამს შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ ზვავი ჩამოწვება, ადამიანებს მხოლოდ რამდენიმე წამი აქვთ იმისთვის, რათა მათ საშიში ზონის დატოვება დროულად შეძლონ. გამოცდილების მიუხედავად, ზვავისგან თავის დაღწევა ყოველთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. Хватит нам одну. ეს კადრები ავსტრიაშია გადაღებული. ქარის ელექტროსადგურის ერთ-ერთ ტურბინას ცეცხლი გენერატორის გაუმართავობის გამო გაუჩნდა. ასეთ სიმაღლეზე ხანძრის შაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მეხანძრეებს ის ხადარჩენოდათ, შორიდან დაკვირვებოდნენ თუ როგორ იწვოდა გიგანტური კონსტრუქცია. ხანძარი ყოველთვის სწრაფად და მოულოდნელად ჩნდება, რის გამოც ხშირად ყველაფერი კატასტროფულად სრულდება ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში სახლის მეპატრონეებმა ცეცხლი მალევე შენიშნეს და მისი ჩაქრობა სწრაფად შეძლეს. Фурту! Дим! Что, Соня? Дим! Я что, протал, просто ведь много думаю. ბანგლადეში სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური მდინარეების სისტემის სამშობლოა. სეზონური მუსონებისა და წყალდიდობების გამო მდინარეების კალაპოტი მიმართულებას მუდმივად იცვლის, რაც მისი ნაპირების სწრაფ ეროზიას განაპირობებს. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მსგავსი მოვლენები კატასტროფის ზღვარზე ცხოვრებას ნიშნავს. ადიდებულ მდინარეს ცოტა დრო სჭირდება იმისთვის, რათა მან მთლიანი სოფელი მიწასთან გაასწოროს. खतरा भी ऊंचा हो और आयली मुशा हो ये पुल भी क्रैक हो गया पता है क्रैक हो गया क्रैक सारा क्रैक हो गया पुल किधर क्रैक हालाली इधर საბედნიეროდ, ეს ავარია მხოლოდ და მხოლოდ დადგმა. პოლონეთის ხელისუფლებამ ამ სცენით ადამიანებს აჩვენა, რა ხდება რეალურად მაშინ, როდესაც ვინმე მატარებლის გადასწრებას ცდილობს. მრავალტონიანი მატარებლის შეჯახების შემდეგ გადარჩენის შანსი არავის ექნება. თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ მატარებელს გასაჩერებლად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ტეხასში ამინდმა საშინელი და ამავდროულად წარმოუდგენლად შთამბეჭდავი შოუ შექმნა. მეხი პირდაპირ ტრანსფორმატორს დაეცა. ფეიერვერკი, როგორც წესი, დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ ბალტიმორის სტადიონზე დაგეგმილი ფეიერვერკის გაშვება გეგმის მიხედვით არ წავიდა. გაშვების შემდეგ მან ტრაექტორია იცვალა და ის კინაღამ სტადიონის თანამშრომელს მოხვდა. რომ არა წარმოუდგენელი იღბალი, ყველაფერი შესაძლოა კატასტროფულად დასრულებულიყო. როდესაც ქარის ნაკადები 100 კმ/სთ საჭარბებს, ისინი ისეთ ძალას იძენენ, რომ მათ სიძლიერეს მრავალტონიანი სატვირთო მანქანებიც კი ვერ უძლებენ. ექსტრემალური სპორტის ამოყვარულს არ გაუმართლა, რადგანაც მისი თოვლმავალი ნაკადულში აღმოჩნდა. კარგი ამბავი ისაა, რომ მძღოლს დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ყინულიანი წყლიდან თოვლმავლის ამოყვანა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენს.
ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი მოკლე ჩართვის მიზეზი მავთულხლართებზე მოკალათებული ჩიტების გუნდი გახდა. ჩვენ ახალ ნაგებობებს ყოველთვის ვენდობით, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ახალი საიმედოა, მაგრამ ხშირად რეალობა ჩვენი წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ ფაქტის ნათელი მაგალითი ეს ახლად აშენებული მონოლითური ესტაკადაა, რომელიც გაოცებული მძღოლების თვალწინ რამდენიმე წუთში ჩამოიშალა. ამ კადრებზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ელექტროენერგია. ავთულხლართების არასწორად განთავსებამ ან საჭირო მანძილის დარღვევამ შესაძლოა ძლიერი განმუხტვა გამოიწვიოს. დალასის სადაზღვევო კომპანიებს 2012 წლის 13 ივნისს ქალაქში მოსული სეტყვა დიდხანს ემახსოვრებათ. ეს ჩვეულებრივი სეტყვა არ ყოფილა, რადგანაც ციდან გოლფის ბურთის ზომის ნატეხები ცვიოდა. ტაივანში მომხდარი 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნისთვის ნამდვილად დამანგრეველი აღმოჩნდა. ძლიერმა ბიძგებმა მთის ფერდობის უზარმაზარი მონაკვეთის ჩამოშლა გამოიწვია. ჰაერში დიდი რაოდენობით მტვერი აიჭრა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს ქალაქი ხანძრის სქელკვამში იყო გახვეული. საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის გამო ბრაზილიაში რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. კარგია, რომ მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები დროულად შენიშნეს, რადგანაც ევაკუაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში შენობა ნანგრევებად იქცა. 2021 წელს ფერდობზე დამონტაჟებულმა ვიდეომეთვალყურეობის კამერამ იაპონიაში ვულკანი ასას ამოფრქვევის მომენტი დააფიქსირა. შთამბეჭდავი ლანდშაფტი ფერფლისა და კვამლის სქელნისლში გაეხვა. ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენენ ვულკანები. იაპონიის მაცხოვრებელმა იშვიათი გეოლოგიური პროცესის ნიადაგის გათხევადების გადაღება შეძლო. ძლიერი ბიძგების გამო წყლით გაჯერებული ნიადაგის სიმკვრივეს კარგავს, რის შემდეგაც ის სითხის მსგავს მასად იქცევა ხოლმე. მალტაზე წარმოქმნილი ძლიერი შტორმის გამო გიგანტური ცუნამის მსგავსი ტალღები სანაპიროებს მთელი ძალით უტევდა. ბუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანების მიერ შექმნილი ყველაზე ძლიერი კონსტრუქციებიც კი მის წინააღმდეგ უძლურნი არიან. კალიფორნიის ქალაქ კორონაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისული მეხანძრეები ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევიდნენ, რათა მათ დაედგინათ, იყო თუ არა ვინმე მის შიგნით. რისკი და გაურკვევლობა ამ ადამიანების ყოველდღიური სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ არავინ იყო მზად იმისთვის, რაც შემდეგ მოხდებოდა. Messi.
2025 წლის 28 მარტს მიანმარში ეროვნული მასშტაბის კატასტროფა მოხდა. იმ დღეს ქვეყანას თავს უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაატყდა. ეპიცენტრი ჭიდროდ დასახლებულ რაიონებში იყო კონცენტრირებული, მაგრამ ყველაზე მეტად ისტორიული ქალაქი მანდალაი დაზარალდა. სტიქიის შედეგად ქალაქის შენობების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცა.